მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ, როგორ განვახორციელოთ ონლაინ გაყიდვები. პირველ რიგში აუცილებელია, რომ ვიცოდეთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია. რა არის ჩვენი აუდიტორიის ასაკი, რა ინტერესები გააჩნიათ მათ, ან თუნდაც რა სქესის ადამიანები გვიყურებენ უფრო ხშირად. ამისთვის ეს დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი ჩართული ადამიანი გვყავდეს, ვინც თვალს გვადევნებს და რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი რა განვახორციელოთ გაყიდვა. და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სოციალურ ქსელში ერთი ორი მარტივი კითხვით გავარკვიოთ თუ ვინ გვყავს ჩვენს ჯგუფში, მეგობრებში, ფოლოვერებში და ასე შემდეგ. შეგვიძლია მარტივი კითხვები დავუსვათ და რის შედეგადაც გავარკვევთ თუ რა კატეგორიის ადამიანები გვიყურებენ, რა ასაკი. შეგვიძლია ასევე ვკითხოთ თუ რომელი პროდუქტი უფრო მეტად აინტერესებთ და ასე შემდეგ. ეს დაგვეხმარება, როგორც უკვე აღნიშნე, იმაში, რომ სწორად დავგეგმოთ ჩვენი კონტენტი, ჩვენი კონტენტის შინაარსი. პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონტენტის შექმნის პროცესში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს. პირველი ეს არის სურათი და შემდეგ უკვე ტექსტი. როგორც წესი, პირველ რიგში სურათი იზიდავს ყურადღებას და შემდეგ უკვე თუ საინტერესო და შთამბეჭდავია სურათი სწორად არჩეული, შემდეგ უკვე დაიწყებს თქვენი გამომწერი ტექსტის წაკითხვას. პირველ რიგში, სურათების ნაწილი რო განვიხილოთ, როგორი უნდა იყოს. თუ ჩვენ ვარეკლამებთ პროდუქტს, პროდუქტი არ უნდა იყოს ინტერნეტიდან გადმოწერილი პროდუქტის სურათი, ან უმჯობესია და აუცილებელიც რომ იყოს რეალური სურათი. როგორც ახლა მე მაქვს აქ მაგალითად თუ თქვენ არ გაქვთ რომელიმე კონკრეტული პროდუქტი გახსნილი, ჩვენ გვაქვს ცალკე ჯგუფი ფოტო და ვიდეოს, ხშირად მეც ვდებ და სხვა პარტნიორებიც სხვადასხვა პროდუქციის სურათებს და შეიძლება მათი გამოყენება. მხოლოდ მშრალი, ასე თქვათ, შეფუთვაში სუნამო რომ გადავიღოთ და შიგნით რა დევს, როგორია, ეს კარგად არ მუშაობს. ამიტომ პროდუქტი კარგად უნდა ჩანდეს და ასევე სასურველია რომ იყოს წინა და შემდგომი სურათი. რა ეფექტს აძლევს კონკრეტული პროდუქტი, რას მიიღებს მომხმარებელი, ეს უნდა კარგად ჩანდეს. before after-ი ეგრეთ წოდებული. შემდეგ უკვე ტექსტზე გადავიდეთ. ტექსტი უნდა იყოს საინტერესო, მოკლე და რა თქმა უნდა, გასაგებენაზე უნდა იყოს დაწერილი და კიდევ ერთი შეიძლება გამოვიყენოთ დამაინტრიგებელი სათაური, შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული ფრაზა ან შეკითხვა, რომელიც უფრო მეტ ადამიანს ჩართავს, რომ იყვნენ აქტიურები, ხო, დაალაიქონ, კომენტარი დაწერონ და ასე შემდეგ. საბოლოოდ რომ მოქმედებისკენ ვუბიძგოთ ჩვენი აუდიტორია. ეხლა უფრო კონკრეტულად რო განვიხილოთ, როგორ შეიძლება, ასე თქვა, ტექსტი შევადგინოთ, ხო, რა ნაწილებისგან შედგება. პირველ რიგში სათაურისგან, სათაური უნდა იყოს მიმზიდველი, ხო, დამაინტრიგებელი. მაგალითად, შეიძლება დავწეროთ ოცნებობ იმაზე, რომ და გავაგრძელოთ თუ არ წაიკითხავ, მერე არინანო, ან მხოლოდ დღეს რაღაც სპეციალური შეთავაზება. ასევე შეგვიძლია ხაზი გავუსვათ პრობლემას, ან რაიმე კონკრეტულ საჭიროებას, რომელიც შეიძლება ჩვენს გამომწერებს ჰქონდეთ. მაგალითად, თქვენ ხშირად გაძუხებთ უძილობა და ამის შემდეგ ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და აუცილებელი, რომ გამოსავალიც შევთავაზოთ. მაგალითად, შეგვიძლია დავწეროთ ჩვენი პროდუქტი და პროდუქტის სახელწოდება შექმნილია იმისთვის, რომ მაგალითად მაგნეზიუმი, რომ კარგად და მშვიდად დაიძინოთ და არ შეგაწუხოთ უძილობა. ხო, ან შეგვიძლია დავწეროთ, რომ მაგნეზიუმის გამოყენების შემდეგ მიაღწევთ ამა და ამ შედეგს. შემდეგ თუ გვექნება დადებითი შეფასებები, ესეც ძალიან კარგად იმოქმედებს გაყიდვებზე. ან
თუ არის რაღაც კონკრეტული ჯილდოები, ხო, ჩვენ პროდუქციას ბევრ პროდუქტს აქვს მიღებული ჯილდოები და ასე შემდეგ, ესენი შეიძლება რომ აღნიშნოთ, ესეც ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, წარმოდგენას უქმნის მკითხველზე. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მოქმედებისკენ მოწოდება call to action, ეგრეთ წოდებული. უნდა იყოს რაღაც კონკრეტული მოწოდება, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ჩვენ მკითხელს, რომ რაღაც მოქმედება შეასრულოს. დამატებითი შეთავაზებებით ძალიან კარგად მუშაობს. მაგალითად, რაღაც უპირატესობებს, როცა ვაძლევთ ჩვენს მომხმარებლებს, ის არის სასიამოვნო დამატებითი რაღაცა შეთავაზება, მაგალითად, უფასო მიწოდება ან პატარა საჩუქარი და ასე შემდეგ. მაგალითებზე უფრო კარგად გამოჩნდება. ჩვენი სახის კოლაგენის პოსტი მაქვს ჩემს ჯგუფში დაპოსტილი, სადაც მიწერია, რომ კოლა ბიუთი არის უდრის ბოტოქს სახლის პირობებში. შემდეგ შედეგი მაქვს ნახსენები და აი სურათებშიც ჩანს, ხო? რა შედეგს აძლევს უკვე კონკრეტულად რაღაც პერიოდის შემდეგ ეს პროდუქტი. ასევე აი შუა ნაწილში აი ძალიან მოკლედ აღწერილია თუ რა ეფექტს აძლევს, რისგან შედგება. არ არის მაინც და მაინც ასე ვთქვათ აუცილებელი რომ აი ყველა რა შემადგენლობაც შედის. ზოგჯერ არის რომ კოსმეტიკური ესეთი სახელწოდებები, ხო, და რაც შედის აი ამ კოლაგენში ვახსენოთ. მოკლედ უნდა დავწეროთ თუ კონკრეტული რაღაც რაც შედის, მაგალითად ვირთერზას კოლაგენი შედის, რა შვება, უფრო ელასტიურ ხდის კანს, უფრო გლუვი ხდება და ასე შემდეგ. ასევე დასასრულით უნდა იყოს ისეთი, რომ აი რო წაიკითხავს, რომ ამდენ რაღაცას მიიღებს თქვენი გამომწერი. შემდეგ აი შეიძლება კიდე იყვყმანოს, რომ შევიძინო თუ არა, მაგრამ მე აქ დავწერე, რომ დამრჩა მხოლოდ 3 ცალი, რაც მას უბიძგებს, რომ უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება. ვიდეთ ინტერაქციაზე. ხშირად არის, რომ სულ გონია, რომ რაც მეტ პოსტს დავდებთ პროდუქციაზე, უფრო კარგად გაგვიყიდება, მაგრამ ეს ასე არ არის. შეიძლება რომ დავუშვათ, ასე ვთქვათ, გამონაკლისები, დისკუსიაში შევიდეთ ჩვენს გამომწერებთან, რაღაც საინტერესო თემის ირგვლივ თემაზე რაღაცა დავპოსტოთ და მათი აზრი შევეკითხოთ და აი შევიდეთ მათთან კომუნიკაციაში, განვტვირთოთ ჩვენი გვერდი, მხოლოდ ასე ვთქვათ, პროდუქტი და შეიძინე რომ არ იყოს. ეს ხელშეუწყობს, რომ გავაძლიეროთ კავშირი ჩვენს კლიენტებთან და გავზარდოთ ჩვენი ბრენდისადმი ნდობა. და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პოსტები გამოქვეყნების შემდეგ ანალიტიკასაც მივაქციოთ ყურადღება. გავაანალიზოთ თუ რომელი პოსტი იყო უფრო მეტად საინტერესო. შემდეგ გადავიდეთ ძალიან საინტერესო სტრატეგიაზე გაყიდვების, რომლის საშუალებით შეიძლება გაყიდვების გაზრდა. და ეს სტრატეგია რას გულისხმობს? როცა კლიენტი რაღაც პროდუქტს შეიძენს, ჩვენ შეგვიძლია მას შემოვთავაზოთ დამატებითი ფუნქცია ან აქსესუარი. და ეს საშუალებას მოგცემს, რომ უფრო მეტი პროდუქტი გავყიდოთ, მაგრამ ამას ვაკეთებთ ზეწოლის გარეშე. ამას ვაკეთებთ ჩვენ ისე, რომ კლიენტმა იგრძნოს, რომ ჩვენ მას რაღაც ღირებულს ვთავაზობთ. დამატებით რაღაც უფრო ღირებულს. რატომ არის აპსელინგი ეფექტური? პირველ რიგში ეს არის ფსიქოლოგიური გავლენა. როცა კლიენტი რაღაცას იძენს, ის უკვე ღია არის სხვა შეთავაზებებისთვისაც. ასევე ეს გზრდის ლოიალურობას და გრძნობს, რომ მასზე ზრუნავთ, ხო? ეს მომსახურეობასაც აუმჯობესებს, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ვიმეორებ რაღაცა ზეწოლის საშუალებით, არამედ მაგალითებიც გვექნება აქ და უფრო კარგად გამოჩნდება. ხო, მის მოთხოვნილებასთან შესაბამისობაში ვაკეთებთ ამ ყველაფერს. აპსელინგის აი ძირითადი პრინციპები. ჩვენ უნდა შევთავაზოთ
მხოლოდ ის, რაც მას სჭირდება, ხო, ჩვენს კლიენტს. რა მომსახურეობა, რა პროდუქტი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავჭარბოთ, იმიტომ რომ შეიძლება ასე ვთქვათ, ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვოს ეს, რომ აი რაღაცა გვინდა, რომ უხეშად ვთქვათ, გავასაღოთ და უფრო მეტი თანხა გავიმუშაოთ. პირიქით უნდა ვაჩვენოთ თუ რატომ იქნება კარგი, თუ აი ამა და ამ პროდუქტს შეიძენს დამატებით, ხო? გარდა იმისა, რასაც უკვე გეგმავდა, რომ ეძინა. ხო, ეხლა კონკრეტული მაგალითები განვიხილოთ. მაგალითად, პრემიუმ და კლასიკური სერია. ჩვენს სუნამოებში გვაქვს პიურიც და პიუროიალიც. აპსელინგის დროს შეგვიძლია, რომ მომხმარებელს ვაჩვენოთ, რომ რატომ არის პიუროიალი უფრო ძვირადღირებული და რატომ ვთავაზობთ მას პიუროიალს, ხო, პიურის ნაცვლად. მაგალითად, გამარჯობა, ჩვენი პიურ არომატი ხომ მოგეწონათ. თქვათ, ვიღაცამ შეიძინა თქვენგან პიური. დღეს მივიღე პრემიუმ ვერსიის უფრო დახვეწილი არომატები. პიურ როიალის სერია უფრო მდგრადია, უფრო დიდ ხანს გექნებათ და თან უფრო ელეგანტურია. აქ ჩვენ ვაჩვენეთ, რატომ არის ღირებული ის დამატებითი რაღაც პროდუქტი, რასაც ვთავაზობთ. ეს შეიძლება დააინტერესოს ჩვენს კლიენტს, რომელიც ადრე მხოლოდ პიური ხაზიდან იწერდა. პროდუქტების პაკეტი. ანუ რამოდენიმე პროდუქტი ერთადაც შეიძლება რომ შევთავაზოთ მიმზიდველ ფასად. მაგალითად, თქვათ, რომ ჩვენი გამოწერებიდან ან თუნდაც კლიენტებიდან ერთ-ერთმა აირჩია, რომ 18 უნდა, პიურის 18 უნდა შეიძინოს, გამოწეროს ჩვენგან. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, პიურ 18 კარგი არჩევანია, საოცარი არომატი აქვს. გვაქვს ამ არომატის შხაპის გელი და დეოდორანტი. ერთად თუ გამოიყენებთ, თქვენი საყვარელი არომატი უფრო დიდხანს დაგყვებათ მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ შევთავაზეთ, ანუ შეგვეძლო, რომ ამ ნოტაზე დასრულებული იყოს, სუნამო შეეძინა და მორჩა, მაგრამ რაღაც დამატებითაც ვთავაზობ. ასევე შეგვიძლია, რომ ახალი პროდუქტები წარმოვადგინოთ. მაგალითად, მახსოვს რომ პიუროიალ 800 მოგწონს. ახლა დაგვემატა ახალი კოლექციის თანამედროვე სუნამოები. უკვე გაყიდვაშია თან. გამოწერილი მაქვს მხოლოდ 3 ცალი, ხომ არ გინდა დატესტო. ან თუნდაც გამარჯობა 708, ხომ შენი საყვარელი პარფიუმია. იცი ახლა ამ სუნამოს სახლის არომატიც დაგვემატა. ისეთივე სუნი აქვს და ძალიან ეკონომიურია, დიდხანს ძლებს. მხოლოდ 2 დამრჩა, გინდა გადავდო. ეს იყო სულ ისი გაზიარებაც მინდოდა.